თუ თქვენ ქუჩაში 100 ადამიანს გააჩერებთ და შეიკითხებით, უნდა თუ არა მათ, რომ მათი შვილები ჯანმრთელები იყვნენ, ასევე დაუფიქრებლად გიპასუხებთ, რომ რა თქმა უნდა. რეალობაში საქართველოში 100-დან მხოლოდ 85 დედა უტარებს თავის შვილს სრულ ვაქცინაციას 5 წლის ასაკისთვის და 55 მშობელი ეწევა ბავშვის თანდასწრებით თამბაქოს. სრულიად პარადოქსული სიტუაცია. გამოდის, რომ ჩვენ თანახმავართ, ჩვენი შვილები ავად გახდნენ იმ 12 პოტენციურად მძიმე დაავადებით, რომლის თავიდან აცილება ვაქცინაციით შესაძლებელია და თამბაქოს მოწევით ჩვენ თანახმავართ, ჩვენი შვილები ავად გახდნენ იმ ორი უმძიმესი დაავადებით, როგორიც არის ასთმა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ესეთია თქვენი არჩევანი. კითხეთ თქვენ შვილებს, იზიარებენ თუ არა ამ არჩევანს.